ნუში ქართული რეალობისთვის ნაკლებად ტრადიციული, თუმცა ბოლო პერიოდში მზარდი აგროსექტორის მიმართულებაა. იზრდება როგორც გაშენებული ბაღების რაოდენობა, ასევე ექსპორტზე ქართული ნუშის გატანის შესაძლებლობა. რა მოლოდინი აქვს ფერმერებს წლევანდელ მოსავალთან დაკავშირებით, რა გამოწვევები და რა პოტენციალი აქვს ამ კულტურას საქართველოში სტუმართა ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის სამეთვალყურო საბჭოს წევრთან ნიკო ნიკოლაძესთან ერთად ვიმშელებს. მოგესალმებით, მე სიამოვნებით ძალიან გამიხარდა, როდესაც პროდიუსერებმა ეს თემა დაგეგმეს, იმიტომ რომ როდესაც საუბარია ამ ტიპის პროდუქციაზე, მე ყოველ შემთხვევაში მგონია, რომ ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს და სწორი მუშაობის შემთხვევაში, როგორც კაკალი, თხილი და ნუში, ძალიან აქტიურად შეგვიძლია, რომ ექსპორტზე მისი გატანა, მაგრამ რამდენად რეალურად ასე არის, აი ხა ეს იქნება ჩვენი საუბრის მთავარი თემა. რა ტენდენცია გვაქვს ამჟამად, რა სურათი გვაქვს ნუშის წარმოების კუთხით, იმიტომ რომ თითქოს აქცენტი მაინც იყო კაკალზე და თხილზე და ამ სახელმწიფოს მხრიდანაც მათ შორის იგივე თხილთან მიმართებაში ძალიან ბევრი შრომა გაიწია და ენერგიამომავალი იქნება თუ სხვადასხვა პროგრამების მიმართულებით. რა ხდება ნუშთან დაკავშირებით? პირველ რიგში მოგესალმებით, დიდი მადლობა თემით დაინტერესებისთვის. ნუშის ბაზარი საქართველოში მნიშვნელოვნად ვითარდება ბოლო წლებში. ჩვენ დაახლოებით 2016-17 წლიდან დავიწყეთ ამ კულტურის, ასე რომ ვთქვათ, კულტივაცია საქართველოში ინდუსტრიულ ჭრილში, თუმცა მანამდეც, ასე რომ ვთქვათ, ნარგავები იყო საქართველოში და კლიმატური პირობებიდან გამომდინარე ამ კულტურას ჩვენთან არ უჭირდა, ასე რომ ვთქვათ, კულტივაცია. ინდუსტრიულად, როგორც მოგახსენეთ, 2017-2018 წლიდან დაიწყო ამ კულტურით დაინტერესება ზოგადად ბიზნესმა. ამას ძალიან დიდი წვლილი იქონია ბუნებრივია სახელმწიფოს მხარდაჭერის პროგრამებმა, როგორც არის შეღავათიანი აგროკრედიტი, როგორც არის დანერგიამომავალი. და ფართობები ყოველწლიურად იზრდებოდა 2017 წლიდან მოყოლებული. იყო რაღაც სტიქიურად განვითარდა, ასე რომ ვთქვათ, ეს ბიზნესი პირველი რამდენიმე წლის განმავლობაში, ბაღები გაშენდა, თუმცა ბევრი შეცდომა იყო დაშვებული ბაღების გაშენების დროს, იმიტომ რომ რაღაც სტიქიური გაშენება იყო, თუმცა ბოლო წლებში უკვე 2022-2023 წლიდან ჩვენ საკმაოდ დიდი გამოცდილება მივიღეთ საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით და ძალიან მაღალ კვალიფიციური, მაღალი დონის ბაღები გაშენდა საქართველოში, რომელსაც სრული პერსპექტივა აქვს და დღეს უკვე ბიზნესის ნაწილში საინტერესო მაჩვენებლებს აჩვენებენ. იქ მქონდა რამდენიმე წელი, როდესაც უშუალოდ ნუშის კულტურით დაინტერესება შემცირდა ბიზნეს მხრიდან, ვინაიდან პირველ წელს გაშენებულმა ბაღებმა ვერ აჩვენეს ის შედეგები, რაც უნდა ეჩვენებინათ, მაგრამ როგორც მოგახსენეთ, ეს იყო გამოწვეული უბრალოდ ნაკლები ცოდნით და არა გარემო პირობებით მსგავსით. ამიტომ ნაკლები ინტერესი იყო, თუმცა გვაქვს ისევ მზარდი ინტერესი ამ კულტურით, ვინაიდან საერთაშორისო ფასიც ბოლო წელს მაგალითად შარშან ძალიან საინტერესო ფასი იყო, წინა წელთან შედარებით 30% იყო გაზრდილი ფასი და წელს ინტერესი ისევ გაზრდილია, რაც მთავარია დაგროვდა ქვეყანაში საკმარისი ცოდნა იმისთვის, რომ ამ კულტურის კულტივაცია მოხდეს პროფესიონალურად, მოხდეს ბიზნესის თვალსაზრისით საინტერესო მაჩვენებლების დაწერა და ამას ემატება ის ფაქტორი, რომ ქართველმა მომხმარებლებმაც ამ ხილია ზოგადად ხილის ჭამაც დაიწყეს, ასე რომ ვთქვათ, მირთმევა დაიწყეს და მზარდი არის მოხმარება თვითონ ქართულ ბაზარზეც. საექსპორტო აქტიურად გამოიყენება საკონდიტრო მიმართულებით, პრაქტიკულად არ ვიცი საქართველოში ამ მიმართულებით მომუშავე რომელიმე საწარმო იქნება თუ დაუშვათ იგივე დიდი ჰიპერმარკეტი, რომელიც ამ საკუთარ პროდუქციას მის, რომელიც არ იყენებს ამ პროდუქციას. აბსოლუტურად გეთანხმებით, საკონტროლო მიმართულება ნუშისთვის არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, ბუნებრივია ყველაზე მთავარი არის როგორც სნექის სახით მისი მირთმევა, სნექის სახით მირთმევა. ამ ბოლოს არის გაჩენილი პაკეტებია, რომელიც იყიდება მარკეტებში და ძალიან აქტიურად კი ბატონო, ქართული კომპანიებიც უშუალოდ ქართულ ნუშს აფასოებენ და აწვდიან ქართულ ბაზარს და ქართული მომხმარებელი მიირთმევს გემოვნური თვისებებით. ქართული ნუში ბუნებრივია გამოირჩევა იმპორტირებული ნუშისგან. მოგეხსენებათ, ამერიკის შეერთებული შტატები არის მთავარი მწარმოებელი და ექსპორტიორი მსოფლიო ბაზარზე, ფაქტიურად 70%-ზე მეც ექსპორტისას ამერიკის შეერთებული შტატები ახორციელებს და წარმოებასაც ამ კულტურის, თუმცა გემოვნურ თვისებებს თუ ავიღებთ, ძალიან განსხვავდება ქართულ ნუში, ჩვენ გვაქვს ევროპული ჯიშები საქართველოში გაშენებული და ასე რომ ვთქვათ, მისი გემოვნური თვისებები და არომატი სრულიად განსხვავდება ამერიკული ნუშისგან. გისმენთ და აბსოლუტურად
ყველა ის მიმართულება, რომელიც ახლა ახსენეთ, არის საუბრის და განხილვის თემა თვითონ თქვენს კოლეგებში და ამიტომ მინდა რომ თანმიმდევრულად მივყვეთ. ერთი ნაწილი, რომელიც ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის თვითონ ცოდნა და კვალიფიკაცია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავად ამ სფეროს წარმომადგენელი აღიარებთ, რომ რეალურად დასაწყის ეტაპზე ამ მიმართულებით არ იყოს საკმარისი კვალიფიკაცია, იმიტომ რომ აი ეს ქაოტური განაშენიანება და რეალურად იყო სერიოზული პრობლემა და გარკვეულწილად მე მაშინაც მქონდა ისეთი კითხვები, რომ რეალურად რატომ არ სწავლობთ, როგორ უნდა გავაკეთოთ ეს სწორად და რამდენად შეიძლება და აბსოლუტურად გულწრფელად ვამბობ, რომ მე იჭვეპარებოდა, რომ ნუშის მიმართულება შეიძლება და როგორც ასეთი ბიზნესად ქცეულიყო, თუმცა თქვენ თავის დროზეც გქონდათ კვლევები და ძალიან დარწმუნებულები იყავით, რომ რეალურად განსხვავებული მონაცემები გექნებოდათ და პრაქტიკულად გამართლდა კიდეს თქვენი მოლოდინი. რამდენად გაიზარდეთ თქვენ თვითონ ამ სფეროში მომუშავე ადამიანები, თქვენი კვალიფიკაცია ცოდნა, ეს მარტო თქვენ პირადად თქვენზე არ ვსაუბრობ, ზოგადად რამდენად გაიზარდა, რამდენად სწორად გავაანალიზეთ, რომ ჩვენთან ხო მიჩვეულები ვართ, რომ რაღაცა პროდუქციას უბრალოდ დავრგავთ პირობითად და მე იმის აი გონია, რომ აუცილებლად პირველივე წელს რაღაც განსაკუთრებული შედეგი უნდა მივიღოთ, თუმცა იმას რომ რაღაც ფაზები აქვს და ამ შემდგომ ყველაფერი ეს გვავიწყდება. აი ამიტომ საინტერესო რეალურად რამდენად გააცნობიერეთ, რომ ეს მიმართულება მართლა შეიძლება იქცეს რეალურ ბიზნესად და არა უბრალოდ სამოყვარულო დონეზე მოსაყვან პროდუქტად. მოგახსენებთ დღეს წარმოვადგენ ნუშისა და კაკლის ასოციაციას თქვენთან. ეს ასოციაცია, ასე რომ ვთქვათ, ამ ინდუსტრიის დაბადებასთან ერთად დაიბადა და ხელს უწყობს ზოგადად განვითარებას ამ სექტორის რა. ჩვენ საერთაშორისო ექსპერტებთან პირველივე დღიდან მუშაობთ, რათა შემოვიტანოთ ის ცოდნა, იმპორტი გამახორციელოთ ასე იმ ცოდნის, რომელიც დაგროვებული არის. აქ ადგილზე არ იყო ამ ტიპის ცოდნა. არა, ადგილზე ჩვენი ცოდნა, მათ შორის აგრონომიულ ნაწილში 0-თან ახლოს იყო. შეიძლება ვიღაცას მოიყვანა რაღაც 100 ხეზე კონკრეტული რაოდენობის ნუში, თუმცა ეს ინდუსტრიულად არაფერს არ ნიშნავს რა. რაც გზა გავიარეთ, ეს გზა გასავლელი იყო, იმიტომ რომ ვერც ერთ ქვეყანაში ვერ ჩახვალ, მაგალითად ვერც ესპანეთში, ვერც ამერიკის შეერთებულ შტატებში ვერ აიღებ რაღაც კონკრეტულ მოდელს, ვერ დააკოპირებ და ზუსტად იგივენაირად საქართველოში ვერ დანერგავ. აუცილებლად ჭირდება ამ ყველაფერს მორგება, იმიტომ რომ აქ განსხვავებული რელიეფია, განსხვავებული კლიმატური პირობებია, განსხვავებული წყლის რესურსი გაქვს. მიწის შემადგენლობა და ასე შემდეგ რა. ეს გზა რომელიც გავიარეთ, ეს შეცდომები დასაშვები იყო. ამ შეცდომებზე ვისწავლეთ, ასე რომ ვთქვა და კარგია რომ შეცდომებზე ვისწავლეთ, იმიტომ რომ ჭკვიან ადამიანებს რამდენი ხართ ამ სფეროში დაკავებული ადამიანი? ხო, ნუშის კაკლის ასოციაციაში დაახლოებით 200 ფერმერი არის გაწევრიანებული. შეიძლება ითქვას, რომ 400 ადამიანამდე ეწევა ამ ასე რომ ვთქვა ბიზნესად იქცა, უბრალოდ გამსხვილების ტენდენცია არის ეხლა, რაც ძალიან კარგია, ანუ ბაღები მსხვილდება, მე თავად ფერმერი ვარ, დავიწყე რაღაც 50 ჰექტარი, დღეს ვარ დაახლოებით 400 ჰექტარამდე ასული და კიდე ვაპირებთ ფართობების დამატებას, იმიტომ რომ მთლიანობაში რამდენი ჰექტარია? მთლიანობაში 6000 ჰექტარამდე არის საქართველოში გაშენებული. ძირითადად კახეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, ეს რეგიონებია, კლიმატური პირობებიდან გამომდინარე. და ერთი მნიშვნელოვანი რაც არის, რაც ჩვენი კონკურენტული უპირატესობა არის წყლის რესურსი, რომელიც გვაქვს ძალიან უხვად საქართველოში და ნუში არის აქამდე გავრცელებული იყო საქართველოში ის, რომ თითქოს ნუშს წყალი ჭირდება ძალიან ცოტა, თუმცა ნუში არის ერთ-ერთი კულტურა, რომელსაც ჭირდება ერთ-ერთი ყველაზე მეტი წყალი, მაგალითად რომ შეადაროთ ვაშლის და ნუშის მოხმარება წყალთან მიმართებაში, ვაშლდება იმის ნახევარი წყალი, რაც ნუშს. ძალიან საინტერესო და სწორედ ის პრობლემები, რომელიც სარწყავი წყლის სისტემთან დაკავშირებით წლების განმავლობაში საქართველოში არსებობდა, ეხლა მეტნაკლებად თითქოს ყოველ შემთხვევაში ცოტა ხნის მელიორაციის მიმართულების ხელმძღვანელი ყავდა და ამბობს, რომ თითქმის პრაქტიკულად ყველაფერი კეთდება, რომ ეს პრობლემა აღმოიფხვრას. ბიზნესი ამას ფერმერები საკუთარ თავზე გრძნობთ რეალურად, ანუ სარწყავი წყლის პრობლემა მაინც მოგვარდა ამ ნაწილში? კი ბატონო, სარწყავი წყლის პრობლემა საქართველოში სადაც მელიორაციის არხები გვაქვს, ფაქტიურად სრულად მოგვარებულია. მე უშუალოდ როგორც ფერმერს საქართველოს რამდენიმე რეგიონში მაქვს ჩემი ფერმები, მათ შორის ვაშლის მიმართულებით, სარწყავი წყლის პრობლემა ფაქტიურად არ აგვაქვს ჩვენ. ბუნებრივია იქ საჭიროა დამატებით რეზერვუარები და ასე შემდეგ, თუმცა ის რომ ჩვენ რაღაც კრიტიკულად გვედგეს სარწყავი წყლის პრობლემა არ არის. პირიქით ამ მიმართულებით ვართ ფუფუნებაში, იქ არის
არის რაღაც ელემენტები, რომელიც დახვეწა საჭიროებს და მიმდინარეობს ამაზე მუშაობა. ჩვენ ყოველწლიურად ვგრძნობთ ამ განვითარებას, რომელიც ამ მიმართულებით არის და ამ ასე რომ ვთქვათ, დასაჩივი ამ მიმართულებით ფერმერებს არ. რეალურად სატყიდით, რამდენად პოტენციალი გვაქვს? თქვენ ისეთი ქვეყნები ჩამოთვალეთ, ხა ამერიკის შეერთებული შტატები, ესპანეთი, რომ რამდენად რეალურად კონკურენციაში შესვლა შეუულია ქართულ ნუშს, გასაგებია რომ მოცულობაში ვერ შევალ, თუმცა ხარისხობრივად რამდენად შეგვიძლია და სად არის ძირითადად გასაღების ბაზრები, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ამ მიმართულებით ბოლო პერიოდში თურქეთიც რეალურად მოგწონს, არ მოგწონს, გახდა რეალურად კონკურენტი, იმიტომ რომ მე ბევრი ნუშის პლანტაცია მაქვს ნანახ თურქეთში და შესაბამისად ძალიან აქტიურად დაიწყეს რეგიონის მასშტაბით რადგან ვლაპარაკობ ამ კულტურაზე ყურადღების გამახვილება. ამიტომ რამდენად სატყიდით ამ პროდუქციას? კი ბატონო, დღესდღეობით ჩვენ გვაქვს ადგილობრივი წარმოების ექსპორტის მაჩვენებელი, ადგილობრივი ნუშის წარმოების ექსპორტის მაჩვენებელი არ გვაქვს მაღალი, იმიტომ რომ ადგილობრივი ბაზარი ითვისებს. ექსპორტი სადღაც 200 ტონამდე არის, თუმცა ეს შემოსავლის სახით რამდენია? შემოსავლის სახით შეგვიძლია ვიანგარიშოთ დაახლოებით, ზუსტად ეს მონაცემი რომ თქვა, ეხა არ მახსოვს, გეტყვით პირდაპირ, ანუ ეს მონაცემი ზუსტად არ მახსოვს, იმიტომ რომ მან რაღაც რეექსპორტის ნაწილი შედის, ხარისხობრივად რაღაც ნუში ერთმანეთთან განსხვავდება და თქვენ თუ გინდათ კალკულაცია გააკეთოთ ჩვენ ერთი კილოგრამ ნუშის. ძირითადად გაგვაქვს რუსეთი არის ჩვენი მნიშვნელოვანი საექსპორტო ბაზარი, რაც წინა წელს 2024 წელს მოხდა მნიშვნელოვანი რაოდენობების ექსპორტი, მაგრამ მაინც ადგილობრივმა ბაზარმა ასე რომ ვთქვათ მოახდინა ჩვენი წარმოებებს. იმიტომ წარმოება დღეისათვის ჩვენ არ გვაქვს დიდი, დაახლოებით 3500 ტონა ნუშს ვაწარმოებ საქართველოში ამ ეტაპზე, რომელიც ყოველ მომდევნო წელს ბუნებრივია გაიზრდება. იმიტომ რომ ხარისხობრივად არის ისეთი ნუში, რომ პირობითად გავყიდოთ თუნდაც ევროპულ ბაზრებზე და რეალურ კონკურენციაში შევიდეთ, ან შეგვიძლია კი წარმადობა გავზარდოთ? ჩვენი წარმადობა ყოველწლიურად გაიზრდება, იმიტომ რომ ბაღები შედის სრულ ხმოიარობაში. ფართობებიც იზრდება, ამავდროულად ბაღები იზრდება და შესაბამისად წარმოება იზრდება. ბუნებრივია ექსპორტის პოტენციალი გვაქვს, ევროკავშირშიც გვაქვს გატანილი ნუში და გალფის ქვეყნებში ჩვენ ჩამოვყავს ბაიერები ასოციაციის ფარგლებში საქართველოს, რომლებიც ელაპარაკებიან ადგილობრივ ქარხნებს, რომლებიც გადამუშავებას ახორციელებენ ამ ნუშის, თუმცა რადგან არ არის საკმარისი რაოდენობა დღეს ადგილობრივ ბაზარზე, რთულია სტაბილურად მიაწოდოს საერთაშორისო ბაზარს. თუმცა 2-3 წელიწადში, როდესაც ჩვენი მოცულობა დაახლოებით 10000 ტონას მიუახლოვდება, შემდეგ უკვე საინტერესო იქნება საერთაშორისო ბაიერისთვის ქართულ მწარმოებლებს ელაპარაკონ. მაგრამ დღეს ნუშის გაყიდვის პრობლემა არ არის საერთოდ. დღეს არის ფასები როგორია? ფასები გაუტეხავ ნუშზე $1.60-დან იწყება, ასე რომ ვთქვა, $1.60 არის 33%-იანი გამოსავლიანობის ნუშის ფასი რა, რომელიც ხარისხიდან მაგალითად თუ გვაქვს 30%-იანი გამოსავლიანობა, შემდეგ ეს $1.60 ჩამოდის ქვემოთ. თუ ხარისხი შედარებით დაბალია, კიდე ქვემოთ ჩამოდის და ასე შემდეგ. თუმცა ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ წელს მაგალითად საინტერესო ინფორმაცია USDA დღეს გამოაქვეყნა ზუსტად და დღეს გამოაქვეყნა მონაცემები, რომელიც მიხედვითაც ამერიკის შეერთებულ შტატებში გვექნება 10%-იანი მოსავლის ზრდა, რაც დიდი ალბათობით ეფექტს მოახდენს წლევანდელ ფასზე. ანუ ფასი შეიძლება რამდენიმე ცენტით გაიაფთეს, თუმცა ეს არის ვარაუდი, თუმცა იმასთან კომბინაციაში თუ განვიხილავთ, რომ საწყობები ძირითადად დაცლილი არის ამერიკის შეერთებულ შტატებში, იმიტომ რომ შარშან იყო ძალიან, ასე რომ ვთქვათ, არასაკმარისი მოსავალი, საწყობები დაცლილი არის და გონია ამასთან კომბინაციაში მინიმუმ $1.60 გაუტეხავ ნუშზე შევინარჩუნებთ, თუმცა ეს არის ვარაუდი და როდესაც მოსავლის აღება დაიწყება დაახლოებით აგვისტოს მეორე ნახევარ სექტემბერში, ჩვენ უკვე პროგნოზებზე აღარ ვიქნებთ რეალური ფასი გვეცოდება. და ჩვენი საუბრის ბოლოს სახელმწიფო პოლიტიკა თითქოს არის, რომ მაქსიმალურად დაეხმაროს განსაკუთრებით ასეთი ტიპის პროდუქტებს. თქვენ შემთხვევაში როგორი სურათი გვაქვს, რამდენად აქტიურად თანამშრომლობთ სახელმწიფო შესაბამის სტრუქტურებთან და რამდენად რეალურია ის პროგრამები, რომელზეც ძალიან ბევრჯერ საუბრობს მათ შორის საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები? კი ბატონო, ამ პროექტების გარეშე პირდაპირ გეტყვით, ზოგადად სოფლის მეურნეობის განვითარება შეუძლებელი იქნებოდა, მათ შორის ნუშის მიმართულებით, საუბარია შეღავათიან აგროკრედიტზე და საუბარია დანერგემომავალზე, აგრეთვე მოსავლის ამღები ტექნიკის
თანადაფინანსების პროექტზე და გადამამუშავებელი და შემნახველი ქარხნების თანადაფინანსების პროექტზე, საგრანტო პროექტებზე მაქვს საუბარი. ამის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა დაგვეინტერესებინა ჩვენ ინვესტორები, რომ ამაში საკუთარი ინვესტიცია გაიხორციელებიათ საკუთარი ინვესტიცია გაიხორციელებიათ სახელმწიფოს ხარდაჭერის ინვესტორები. ინვესტორები ძირითადად ქართველები არიან, მათ შორის მეც ვარ, მათ შორის რომელიც ინვესტორებს რეალურად ამ მიმართულების პერსპექტივას. ეს ხო ბუნებრივია, ამიტომ ვართ 2019 წლიდან ამ თემაში, ჩვენ უკვე საინტერესო რიცხვები გვაქვს, რომელსაც ასე ვთქვათ, ჩვენს ბიზნესს ვაწერინებთ ბრჭყალებში და ის ინვესტორები, ის ბიზნესმენები, რომლებიც შემოდიან ამ სფეროში, ბუნებრივია ხედავენ ამ პერსპექტივას, მაგიტომ ვართ ასე ვთქვათ. და კიდევ ერთი რომელიც აუცილებლად მინდა ვიკითხო, მუშახელი რამდენად გაიზარდა მათი კვალიფიკაცია და რა კეთდება მისთვის, რომ ადამიანები, რომლებიც ამ სექტორში არიან დასაქმებულები, მაქსიმალურად სწორად იყვნენ ინფორმირებულები და სწორად გააკეთონ ის საქმე, რასაც ხარისხიანი ნუშის მიღება ქვია. კი, მუშახელის ნაწილშიც ბუნებრივია გვაქვს განვითარება, იმიტომ რომ ეს ადამიანების, რომლებიც აქამდე ჩართულები იყვნენ საწყის ეტაპზე, რომელსაც ნუშის კულტურა ნანახიც არ ჰქონდათ, ბუნებრივია მათ არ იცოდნენ როგორ შეიძლება ემოქმედათ კონკრეტულ სიტუაციაში, თუმცა მათი კვალიფიკაციაც გაიზარდა გამოცდილების მიღებასთან ერთად რა. გვაქვს რაღაც პრობლემები მუშახელის რაოდენობასთან დაკავშირებით, თუმცა კონკრეტული ქმედების განსახორციელებლად თუ რამდენიმე წლის წინ გჭირდებოდა 2 ადამიანი, ეხლა 1 ადამიანი ითვისებს, იმიტომ რომ მისი კვალიფიკაცია გაზრდილია გამოცდილების ნაწილში. ანაზღაურება თუ გაიზარდა ამ პერიოდში მათ? ანაზღაურება ბუნებრივია გაიზარდა, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ როცა 2019-ში ამ ბიზნესში შემოვიდით, თუ იყო რაღაც X თანხა, ერთ დღეში ანაზღაურება, ეხლა 2X არის რა, ანუ განაზღაურება გაზრდილია მნიშვნელოვნად. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის, წარმატებებს გისურვებთ და სიამოვნებით გიმასპინძლებთ უკვე აგვისტოს შემდგომ, როდესაც გექნებათ კონკრეტული შედეგები ბიზნეს პარტნიორის ახალ სეზონზე, სიამოვნებით გიმასპინძლებთ ამ და სხვა აქტუალურ თემებზე სასაუბროთ. ნიკო ნიკოლაძე იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი.